პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ქვეყნის უკეთესი განვითარება არის თუ არა ეს ილუზია? ამ კითხვაზე მიხეილ სააკაშვილმა ერთ-ერთ სტუდენტს კითხვით შეუპასუხა და სხვაობის შესამჩნევად რუსეთში გამგზავრება ურჩია. გელი თავის გლობას არ იცავს. მე მგონი ნაციონალური მოძრაობა რაც მოვიდა 9 წლის განმავლობაში არაფერი არ გაუკეთებია ქვეყნისთვის და ილუზია იმის ლაპარაკი რომ ქვეყანა განვითარდა. უფულოდ შეაბარეთ? მოიცა, კთამი გადაიხადეთ ჩაბარებისა? ხო, მოიცა. ესე იგი, არა მოიცა. ადრე მოგეხდებოდა კთამის გადახდა. ესე რაღაცა გამიკეთებია ხო შენთვის, თქვენთვის? კაი, აქ კარგი გზებით მოხვედით აქ? რაღაცა გაგუკეთებია ხო თქვენ სახში შუქი ხო გაქვთ? შუქი ხო გაქვთ სახში? არა, მოიცა 21 საუკუნეში ნუ მამაზლით არ არის, ჩემ და ყვარელში უკვე აღარ არის. ესე იგი რაღაცა გამიკეთებია ხო თქვენთვის? რუსეთში ხართ ნამყოფი. ეხლა ამბობენ რომ ვიზები ადვილდებიან, მე პირადად უზრუნველყოფ, მოღოთ არ გეხუმრებით. ნუ გადახვიდეთ, შეხედეთ, გადმოხვიდეთ, რა გავაკეთეთ ხალხისთვის, როგორ მიხვდებით, იცი აი 2 წუთში. რა გიყვართ, ეგრეა და რა ვქნა. ყოველთვის ჯობია ესე პირდაპირ ლაპარაკი და არა ლოზუნგების სერით. ბატონო? და? თავის თვალით უნდა ნახოს. მოიცა, ადამიანის უფლებით გადადი რუსეთში ნახეთ ხო რა? არა, რუსეთში სხვა მეზობლებთან გადადი, ახლა არ მინდა დავასახელო, კარგი ურთიერთობები გვაქვს იმ ქვეყნებთან, გადადით იქ ნახეთ. იმიტომ რომ მე ხა არ მივიღებ ამ უაზრობებს, არაფერი გაკეთებიათ ხალხს.